მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დამნაშავე, რომელსაც სამი მუხლით ბრალს იხდის, როგორც ის იხდის ახლა დანაშაულს და ის კანონის წინაშე თანასწორია სხვა პატიმრებთან შედარებით და მეორე მაგალითი მომხავს. ჩვენ მე და თქვენ ის მთავრობა, რომელ მთავრობაზეცაა ლაპარაკი, რომელი მთავრობას ამ ხელისუფლებამ შეცვალა. ჩვენ ისინი დღეს გვედავებიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე გავბოდით სხვა ქვეყნებში, თავს ვარიდებდით, მაგრამ მოდი ახლა მოვიტანოთ, რომელმა საერთაშორისო სასამართლოებმა აღიარეს ჩვენი და რამოდენიმე ადამიანის. გრიგოლიანის საქმე ვინ აღიარა? სტრასბურგმა. მერაბ ჯიქაშვილის საქმე ვინ აღიარა სტრასბურგმა? საერთაშორისო სამართალმა გაგვამართლა ჩვენ ვის წინააღმდეგ. ეს თანასწორია ახლა სააკაშვილი სადაც იხდის სასჯელს, რა პირობებში იხდის სასჯელს. ის კაცი, ვინც მე და თქვენ და მთელი მისი პარტია დღემდე აბულინგებს იმ საზოგადოებას, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, ჩვენ თურმე ქვეყნის გამყიდველები ვართ, ჩვენ თურმე და დღეს კიდე რამდენი პატიმარი ციხეში როზის მისი გაშვებული, ვინც ვერ დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა. დღეს ამას რო უყურებს, ეს თანასწორია? მანახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში თუ ყოფილი პრეზიდენტები, რომელსაც სასამართლო გამოუტას განაჩენს, ასე იხდიან სასჯელს. მითხარით ამერიკაში ციხე, სადაც მარტო ზის დამნაშავე. ყველა პოლიტიკოსი. ხალები აკითხავენ და აფეხმძიმებს. შვილებს აკეთებს, დიდი ბოდიში საზოგადოებისთვის. მე მესმის დღეს კიდე დაზაფრულია, მაგრამ ესეც ხომ არის ყველაფერი შედარებითი.